ზოგადად ხომ იციან თქმა, რომ ყველას თავისი დედის და ბებოს გაკეთებული ყველაზე მეტად მოსწონთ საჭმელები და ყველაზე მეტად ეგემრიელებად. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა იმიტომ რომ ბიბია ჩემს რეცეპტი, არამედ აი მართლა ძალიან გემრიელი ტოლმის რეცეპტია და ერთხელმაც თუ გააკეთებთ ეგრე, სხვანაირად აღარ გააკეთებთ, აი ძალიან გემრიელია. და ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ბიბია ჩემის არის მართლა ვისაც გავსინჯავს, ამ ტოლმის გემო არასოდეს დაიწყებია. მოკლედ, ამისთვის გჭირდება 9 კილოგრამი ღორის ხორცი და საქონლის ხორცი, ამას ავწონე ზუსტად არ მოგხსოვს რამდენი კილოგრამია. თითქმის 1 კილოგრამია, მაგრამ შეგიძლიათ 9 კილოგრამი ღორის ხორცი გაკეთოთ, 9 საქონლის. ზოგადად რაც თანაბრად რომ იყოს ხორცი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქონლის ხორცი მეტია და არ დავაკლებ, იმიტომ რომ მაინც გემრიელი გამოვა. სანამ ხორცაკეპი მანქანა, ახალი ხორცაკეპი მანქანა მოვა, ძველი გაგვიფუჭდა და ახლა ველოდები, როდის მოვა და ვეღარ ვატარებ საქონლის ხორცს, დროებით გადავდოთ და მივხედოთ ბოსტნეულს, რომელიც დაგჭირდება. ეს არის ბულგარული, წვანილი, მე და ჩემ ეს შემდგა ცოტა გაკი და რა გვინდა ტოლმი აი ეს ბოლო საიდან ამოვა აი ამ მოხეშ ნაწილებს მთლიანად ვაჭრით. მწვანილს კიდე მოვაკელე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწვანილი გამოდიოდა და მწვანე ტოლმა გამოვიდოდა საბოლოო ჯამში და მე არ მიყვარს ეგეთი ძალიან მწვანილიანი საჭმელი და დაახლოებით აი ძალიან ცოტა დავტოვე. ქვემოთ ხორცია, არ გეგონით ეს მთლიანად მწვანილია. სანელებლიდან ვამატებთ მხოლოდ შავ წიწაკას და ფქული, წითელი წიწაკას, რადგან ზაზუმოს მიეჭამოს, ძალიან მნიშვნელოვანად. წყდა სულ დამოვიწყდა ბრინჯი, მაგრამ ცოტა ბრინჯს და მეც არ მიყვარს, როდესაც ტოლმაში ძალიან ბევრი ბრინჯია, ჩემთან ასოცირდება გუბთასთან, რომელიც არ მიყვარს. და ზოგადად ბევრი ბრინჯით ტოლმა გავს კომბოსტოში გადახურულ გუბთას. ამიტომ არ ვამატებ ბევრს, ძალიან ცოტას დავამატებ. მრგვალი ბრინჯი, ის ჯერ რა თქმა უნდა გავრეცხავთ, სანამ წყალი არ გახდება გამჭვირვალე და შემდგომ დავამატებთ. ჩემს საჭმელს ყოველთვის აკეთებ ხოლმე მარილი. ყოველ შემთხვევაში სწორედ მე მომწონს რომ როგორც აქვს, მაგრამ სხვა ოჯახის წევრებისთვის უმარილოა ხოლმე, ამიტომ ვამატებთ. ზედმეტი ფოთლები ზემოდან რაც ქონდა გაფუჭებული მოვაშორე და ახლა ამოვჭრით აი ამას. ნუ მე მგონი სარეულებმა ყველა მიცის როგორ უნდა მოწალოს კომბოსტო და თუ არ იცით, არც ეგ არ არის პრობლემა, არც მე არ ვიცი დიდად. აი ასე უნდა ამოვჭრათ. ერთ დიდ ქვაბს წყლით და მოვათავსებთ კომბოსტოს ცხელ წყალში. კომბოსტო არ უნდა ტყდებოდეს, როდესაც ამოგაქვთ. ყველაფერს დეტალურად დავწერ აღწერაში. უკვე ჩაწყობილ ტოლმას დავასხამთ პომიდრის წვენს, ცოტათი წყალით შეგვიძლია დავამატოთ, ოღონდ არ გავავსოთ და შემდგომ დავადგათ ცეცხლზე დაახლოებით
რომ 1 საათი იხარშებოდეს. აქ ვამზადებ ნიგვზიან ხარჩოს, მეგრულ ხარჩოს, საქონლის ხორცს ვჭრით ნაწილებად და დავადგამთ მოსახარშად. აუცილებლად დრო და დრო მოვქაფოთ. ჩემთან არ ჩანს ეს პროცესი, უკვე წინასწარ გავამზადე ნიგოზის სუნელებით, ნიორი დავამატე, ნახარში ჩავასხი და დავაბლენდებ. დავჭრით ხავხს, რომელიც უნდა მოვწვათ შემდგომ, როდესაც ხორცი მოიხარშება და ცალკე გადავასხამთ ნახარშს, ხორცთან ერთად მოვწვავთ ხავხს, დავამატებთ ტომატს და როდესაც ესე ოქროს ფერფერს მივიღებთ, დავამატებთ ტომატს, შემდგომ დაბლენდერებულ მასას ჩავამატებთ და ასევე ნახარშს დავამატებთ თუ ძალიან სქელი იქნება. დღეს არის შავი პარასკევი და რა შევიძინებთ ჩვენ? ასეთი გადამყვანი წვერის და თმის მოსავლელი. ასევე შევიძინებთ მიდიას აეროგრილი. დიდი ხანია გეგმავდით ყავის აპარატის ყიდვას და ადრე მქონდა ერთი ყავის აპარატი, ოღონ კაფსულები რომ იდებოდა იქ და დიდად გვაყოფილები არ ვიყავით, ან გემრიელი ყავები არ იყიდებოდა. ახლა იმედია ესეც არ გაგვიცრუებს იმედებს. თავის მოვლის საშუალებებიდან არაფერი არ მჭირდებოდა. ერთი ზაზუს უყიდე ატოპიური კანის ტოპიკრემის დამატენიანებელი. და თავარი პრობლემა რაც მე ამ ბოლოს მოწესებს, ეს არის თმის საშინელი ცვენა. და მირჩიეს აი ეს დუკრეს შამპუნი და ლოსიონი. ჯერ არ გამომიყენებია, გამოვიყენებ და აუცილებლად ჩავწერ განხილვას ამაზე, რადგან საშინელი თმის ცვენა მაქვს, ასეთი არასოდეს არ მქონია, არც მაშინ, აი ზუსტად ასეთი თვის ცვენა მქონდა. მშობიარობის შემდგომ მალევე, როგორც არის ყველას აქვს ხოლმე, რადგან მშობიარობამდე ფეხმძიმობის პერიოდში ვიცით, რომ თმა ისე აღარ გცვივა რაღაც ჰორმონების დამსახურებით და რაც უნდა დაგცივდეთ, ყველაფერი ერთიანი გცვივა მშობიარობის შემდგომ. ზუსტად ეგეთი თმის ცვენა დამეწყო, ამიტომ მივაშველე ახლა როგორც ვიტამინები და დანამატები, რომელსაც მე ვერ გირჩევთ, რადგან თქვენს ენდოკრინოლოგს და თქვენს ექიმს უნდა მიმართოთ ამისთვის, ჩავაბაროთ ანალიზები და სასურველია ტრიხოლოგთანაც თუ მიხვალთ და თვითონ ის გირჩევთ რა და რა გჭირდებათ. დანამატებთან ერთად კვებას ვაქცევდით ყურადღებას, რკინის ნაკლებობა, კონკრეტულად ფერიტინის ნაკლებობა მიცის საშინელი თბის ცვენა. ანუ რაც უფრო მაღალი გვაქვს ფერიტინი, რაც უფრო მაღალი გვაქვს ფერიტინი, მით უფრო ლამაზი სქელი და ჯანსაღი თმა გვაქვს. მაგრამ ახლა ამ ეტაპზე სასწრაფოდ რომ შემიჩეროს თმის ცვენა, შევიძინოთ დუკრეს ანაფაზის შამპუნი და ისევ დუკრეს ლოსიონი, რომელიც ყოველ დღე უნდა გამოიყენო. მოვამზადოთ ყავა თქვენთან ერთად ახალ აპარატში. ჩვენ კი მოვამზადეთ ხოლმე. მაგრამ ჩვეულებრივად ყველაფერი გამოგვდის გარდა რძის ამოყვანისა. ახლა ვაბრალებთ იმას, რომ სპეციალური იმ მეტალის დანაჭიქასავით არ გვაქვს, რომელშიც ამოყავთ რძე და ვითომ მაგის ბრალია. მაგიტო ვერ ამოყავს. განა იმიტომ, რომ არ ვიცით როგორ უნდა. ყველაზე მთავარი მომენტი, ვისაც კაპუჩინო უყვარს ან რციანი ყავები ზოგადად, რძის ამოყვანა. ჩვენ არ გვაქვს ის მეტალის პატარა ჭიქასავით რომ არის. ანუ
ამიტომ აი ასეთ ჭიქაში ამოვიყვან რძეს. რძე გვჭირდება მაღალ პროცენტიანი, რომ ამოვიდეს. ვერ გავჭრ. ამოვიყვანეთ რძე. პირდაპირ მნიშვნელობით ამოვიყვანეთ რძე ჭიქიდან. რაც იცის. ცალად კიდევ ერთხელ. ამას თავიდან უნდა აჭირო მერე? დადივდი. წყალწარმზეო. რაც იცის შემდეგი კომი. მოდით აქედან მივუდგები. ახლა უეჭველი გამომივა.